პროკურატურამ 1 წლისა და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბებიას ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბებიამ შვილიშვილზე ფიზიკურად იძალა და რასაც პირდაპირ ეთერით გადასცემდა სოციალურ ქსელ TikTok-ში. სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის A ქვეპუნქტით. წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბებიამ წლისა და 2 თვის შვილიშვილს TikTok-ში 31 აგვისტოს პირდაპირ ეთერის დროს სცემა. TikTok Live-ის დროს მომხდარის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი სამართალდამცველებს სამოქალაქო აქტივისტმა ბექა კვაჭანტირაძემ მიაწოდა ის ჩვენების მისაცემად პოლიციაშიც იმყოფებოდა. ვიდეოში, რომელიც მან გაავრცელა, ქალი წლისა და 2 თვის ბიჭს აჭმევს. კადრში არ ჩანს, მაგრამ ბებიის სიტყვების მიხედვით ირკვევა, რომ ბავშვმა თეფში გადააყირავა და საკვები დაღვარა, რის გამოც ქალი ბავშვს უყვირის და რამდენჯერმე ურტყამს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვია ცეცხლაძე და კიდევ 7 პირის სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა, ისინი ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე თამარ მჭედნიშვილის გადაწყვეტილებით ბრალდებულების ნაწილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს კი 2 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კერძო სასამართლომ 225 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები 226 მუხლზე გადაუკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. ზვია ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გიორგაძეს 225 მუხლის მეორე ნაწილი წარდგენილი ბრალდება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, გადაუკვალიფიცირდა და სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლით დასცნო დამნაშავედ, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გიორგაძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ჩვენ მოვისმინეთ თვითონ რეჟიმის განაჩენი, რეჟიმმა საკუთარ თავს გამოუტანა ასეთი უსამართლო განაჩენას, აჩვენებს იმას, რომ სასამართლოს აქვს ძიმე პოლიტიკური წნეხი, მოსამართლეებს არ აქვს არანაირი თავისუფლება, თვალი გაუსწორონ იმას, რომ ამ საქმეში ცარიელი ყდა არის. ცარიელი ბრალდება, არანაირი მტკიცებულება არ არის. საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა მოსამართლე, როდესაც ყვებოდა და ყვებოდა წარსულში უკვე დაწერილ განაჩენზე მომავალში რას იზამს. და აი ასეთ ვითარებაში, როდესაც ამბობს, რომ მოსამართლე იმჟელებს და უკვე დაწერილ განაჩენს აცხადებს, სადაც ვერც ერთ მტკიცებულებას ვერ ასაბუთებს, უბრალოდ კვალიფიკაციის შეცვლით აჩვენებს კიდევ უფრო მძიმე დარღვევას ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის. საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან, როცა ამბობს, რომ არ არის მტკიცებულებები იმ მუხლში, იმ ბრალდებაში, რაც წარდგენილი ჰქონდათ ამ ბიჭებს და შემდეგ აკვალიფიცირებს სხვა ბრალდებით. სასჯელის შემსუბუქება აქ არ ცვლის უსამართლო განაჩენს. უსამართლო და პოლიტიკური განაჩენია და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შეიცვლება ეს განაჩენი. მე არ ვიცი ზოგადად რა სამართლებრივი შეფასება უნდა მივცე იმ გადაწყვეტილებას, რაც დღეს სასამართლომ გამოიტანა, ვინაიდან პირველი რაც უნდა ყოფილიყო, აქ იყო ის, რომ ვერანაირი ქმედება ვერ დასტურდებოდა და სასამართლო ვალდებულია გაიზიაროს მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი მტკიცებულებები და აქვს სტანდარტი, ხო? უნდა იყოს უთხოვარი, რელევანტური და ასე შემდეგ. ის სტანდარტები, რასაც მას კანონი უწესებს და ამ კანონის მიღმა აფასებს, მე არ შემიძლია უბრალოდ ვისაუბრო ამ გადაწყვეტილების კანონიერებაზე და რა თქმა უნდა ცალსახად ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გავივლით ყველა ინსტანციას და თავისთავად სტრასბურგის სასამართლოც თუ იქნება საბოლოოდ საჭირო, აუცილებლად მივალთ იქამდე, ვინაიდან საქმეში არსებითად არსებობს ისეთი დარღვევები, რაც ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, ასე ვთქვათ, კლასიკური მაგალითი გვაქვს სახეზე. თავისთავად ჩვენ დაცვის მხარე არავითარ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას არ დავტოვებს, პასუხი გაუცემელს და ყველანაირ კანონდარღვევას, რაც დღეს სასამართლომ გააჟღერა, ვინაიდან ერთ სამართლებრივ აბსურდიდან გადაგვიყვანა მეორე სამართლებრივ აბსურდში და გვეუბნება, რომ უფრო კმაყოფილები უნდა იყოთ, ვინაიდან იმას ჯობია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე შემთხვევაში ეს არის სამართლებრივი აბსურდი.
მას შემდეგ, რაც აქციებზე დაკავებული 8 პირის შესახებ გამამტყუნებელი განაჩენი გამოცხადდა, მსჯავრდებულთა ახლობლებმა და მოქალაქეებმა სასამართლოს ეზოში საქართველოს დროშა გაშალეს, ისმოდა შეძახილები ბრძოლა ბოლომდე თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. მოქალაქეებმა სასამართლოს ეზოს შეძახილებით თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს დამხობა რეჟიმს დატოვეს. ბრძოლა უფრო გაძლიერდეს ჩვენი. ძალა ერთობაშია, ჩვენ ვერ გავჩერდებით, არ გავჩერდებით, ასე რომ უფრო მეტი ძლიერები იქნებიან ჩვენი შვილები და ჩვენ დედები თავისთავად, ასე რომ რეჟიმს ეშინოდეს დედებს. მუხლის გადაკვალიფიცირებით აღიარეს, რომ შეთითხნილი იყო ბრალდება ბიჭების წინააღმდეგ. მა ისედაც იციან, რომ შეთითხნილი იყო, მაგრამ ვერ გაბედეს ბოლომდე გაშვება ბიჭების. რა უნდა უთხრას მის მაყურებელს, რა უნდა უთხრას მის მაყურებელს, აი 9 თვეთყულა ყავდა და ვერ მიუსჭიტო. ეს გააკეთეს მათი ამომრჩევლებისთვის, თორემ ბავშვები იყვნენ გასაშვები. მადლობა. კაპიტან მალიზი, თქვენც მინდა რომ მოგისმინოთ. აი, რა არის თქვენი საქმე? დღეს როგორ არის? ეს არის ბოლოს სიტყვები ამ გენიოსი ბიჭებისა. აი, ბოლოს სიტყვები გენიოსი ბიჭებისა. აი, ასეთ სიტყვას ვერცერთი მარიონეტი ხელისუფლების წევრი ვერ იტყვის. იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, მათ იციან გინება, მათ იციან უზრდელი სიტყვები, მათ იციან გაქანება, გამოქანება. აი, ეს არის გენიოს, ამათგან ისწავლიან. ამათგან ისწავლიან, იმიტომ რომ ისინი აუცილებლად დაემხობიან ადამიანები, რომლებმაც მოსამართლესაც კი მადლობა მოუხადეს. ამით დაამტკიცეს, რომ ესენი არიან დამარცხებულები. პოზიცია როგორ აგრძელებთ ბრძოლას ბიჭების? ეს დღევანდელი დღე არის მეტი ბრძოლისა. ამათმა მოგვცეს ჩვენ იმის შანსი, რომ ვიბრძოლოთ ისე, რომ ესენი ამდენხან 9 თვეა ვიბრძვით, 9 თვეა ვწვალობთ და ვერ მივახციეთ მიზანს, ხო? გვაჯობეს? ვნახოთ ვინ ვის აჯობებს. ესენი იქით ბიჭები იქიდან იბრძვიან ამათზე მეტად. ესენი ბევრად თავისუფლები იქნებიან, ვიდრე ეხლა ეს ორი პროკურორია თავისუფალი. ამაღამ ისინი თუ დაიცინებენ სახლში, არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ეს. არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ მე შევპირდი მათ, რომ სანამ ისაც ჩემი შვილი და ჩვენი ბიჭები იქნებიან ციხეში, დილას და საღამოს იმათ წყევლაში დავიძინებ და გავიბრძოლებ. ეს არის მეუღლეს მოვუსმენთ ახლა. თქვენთვის ეს გადაწყვეტილება რას ნიშნავდა? ორგანიზება გაქრა საქმიდან მთლიანად. აი რას რო გითხართ, რომ ახლა რეალისტი ვარ და რაღაცა ზღაპრის მოლოდინი ნამდვილად არ მქონდა, რადგან 9 თვე აბსურდში ვარ და აბსურდული განაჩენი დასრულდა დღევანდელი დღე და მინდა ვთქვა, რომ ეს ჩვენ გადავდივართ პროტესტის ახალ ეტაპს ვიწყებთ და ეს პროტესტი არ გაჩერდება. ჩვენ ვერ ვეგუებით ამ უსამართლობას, ამ განუკითხაობას, ამ რა ვიცი გაჭირვებას, უბედურებას და აუცილებლად ჩვენ დავასრულებთ და დავამთავრებთ ამ უსამართლობას. ჩვენ არ გავჩერდებით არც ერთი წუთით. არავინ იფიქროს. ერთიანი სამოქალაქო ფრონტი. ეს არის გამოსავალი. სხვას მე ვერაფერს ვეღარ ხედავ. პარტიებით ყველა შემოგვიერთდნენ ერთიანი სამოქალაქო ფრონტი. რეჟიმი უნდა წავიდეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულში აბრალდებული 8 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭრებიამ გამოაცხადა, თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, როგორც ყველა უსამართლო ბრალდებული. 9 თვის განმავლობაში ვერ ვპოულობდი ადგილს ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა მოტივი იმისა, რომ ჩემი თავისუფლება შეეზღუდა. არ გამოვრიცხავ იმას, რომ რუსეთიდან იყო დიდი ზეწოლა, მეტი პრობლემა შექმნილიყო. საქართველოში მმართველი პარტია არის ძალიან არასტაბილურ მდგომარეობაში, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იყოს რეპრესიები, ამას მოწმობს დღევანდელი მდგომარეობა, როგორიცაა ნარკოტიკების ჩადება, განაცხადა ანტონ ჩეჩინმა. მისი განაჩენის გამოცხადება სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე მათგანს ზალის გამოყენებით შენობა დაატოვებინა. დაზიანებები მიიღეს როგორც მანდატურის თანამშრომლებმა, ისე სასამართლოს შენობიდან გაძევებულმა პირებმა, ისინი მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ. That's
დაკარგული მოსამართლეებს, იმიტომ რომ ეს რაღაცა ვითომ ნეიტრალური მოწმე, რომელიც ფინია არის ჩვეულებრივ შინაგან საქმეთა სამინისტროსი, მათთან ერთად დადის ყველგან და ყოველთვის, ეგ გამოიყენეს. ანუ რაღაცა ხელჩასაჭიდს პოულობენ სასაცილოს და არ ვიცი, აი ისეთ ფსკეს, სადაც ხელჩასაჭიდით უნდაც პატარა აქვს და ეს შეთანხმება აქვს პოლიტიკურ თავის პატრონებთან, რომ აი ნებისმიერ ხელჩასაჭიდზე, რომელიც შეიძლება მოერგოს კანონმდებლობას, რომ განაჩენი გამოიტანონ, იმიტომ გამოიტანეს მათ შორის ჩეჩინზე და სხვებზეც რომ მქონდა საუბარი კონკრეტულად პიროვნებას არ დავასახელებ, მაგრამ ციხეში იქ ლაპარაკიც იყო იმაზე, რომ კაი შენ და კაციაო გასაგებიაო, თედოზე საერთოდ არ იცოდა ალბათ, რომ თედო ციხეში იყო. მაგრამ ეხა იმათანო რა იციო, ჩადება მოხდა თუ არაო და რომ არ არიან საქართველოს მოქალაქეები, დარწმუნებული ვარ გრიბულსაც და ზინოვკინასაც ესე გაწირავენ რა, ეს არა ადამიანები და მინდა აი ნაცვლიშვილს ვკითხო რა, მაინტერესებს რა, თუ ნახავს ამ საჩიკო როგორ გძინავს რა, რომ აი შენ ხელმოწერილ საქმეზე ადამიანი 8 წლით და 6 თვით გაუშვეს ციხეში რა. მართლა აი მაგაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მე და შენ როგორ გძინავს და რუსიშვილს მინდა ვკითხო რა კიდე რა. რომ როგორ გძინავთ აი იმის მერე რაც გარახან რუსეთის მოქალაქეები არიან ფეხებზე ვკიდიან მაქამდე დავეცით ქართველები ადამიანი როგორც ესეთი აღარაფერს აღარ ნიშნავს ძალიან სირცხვილი არის უბრალოდ რა ვიცი მინდა ყველას ვთქვა რომ ამდენი ხანი არც ამათ და არც არავის ციხეში ჯდომა არ მოუწევს შეუძლებელია ამ სიტუაციაში ვიცხოვროთ რა და ისე ნუ იზამენ რომ ამ ქალაქში უბრალოდ ქუჩაში არ გამოესვლებოდეთ რა ვის აბსოლუტურად ყველაფერი და უკვე ალბათ თვეებია გასული მას შემდეგ რაც ვიძახი რომ ამ სასამართლოში განაჩენი გამოაქვთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის თავიანთი არ ვიცი როგორც მოსამართლე უნდა მოღვაწეობდეს აი ზუსტად მაგ მოღვაწეობისთვის გამოაქვთ განაჩენი და განაჩენი გამოაქვთ რეჟიმისთვის რომელიც უდანაშაულო ხალხს სასამართლოს შესაბამისად ჩემთვის პირადად არ აქვს მნიშვნელობა რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო ვიცი რომ ყველაფერი არის შეკერილი და აი ზუსტად აქედან გამომდინარე არანაირ მოლოდინს არ ვქნი რადგან ეს ადამიანები უბრალოდ ჭადრაკის დაფაზე რაღაცებს გვეთამაშებიან და ბოლოს ნახოთ ამ თამაში ვინ გაიმარჯვებს ჩემთვის არც 8 წელი არსებობს არც 3 არც 2 და ის რაც აი ამ დარბაზებში ამ უსამართლო შენობაში რა განაჩენებიც გამოაქვს ჩემთვის ყველაფერი არის ნულის ტოლფას შესაბამისად ნახოთ ბოლოს თამაში ვინ მოიგებს თავანი არის ჩეჩინის სასამართლო პროცესი იმიტომ რომ ჩეჩინს მოექცნენ უსამართლო ჩეჩინს ჩაუდეს ნარკოტიკი ჩეჩინს აქვს სიმსივნე და მხოლოდ იმიტომ რომ ის არის რუსი და მას რუსეთის ხელისუფლებისთვის და პუტინისთვის აქვს სტრასბურგში საქმეები მოგებული და ის არის მნიშვნელოვანი პატიმარი პუტინისთვის მხოლოდ ამიტომ ამ რუსის მონებმა მას მიუსაჯეს პატიმრობა წარმოუდგენელი იყო მართლა მოსამართლე იცით როგორ იყო რა სამწუხაროა თქვენ ამას ვერ უყურებდით პოსტ მოსამართლე ჯოებე აი ესე ჯოებე ოღონდ ესე ქვია არ გეგონოთ ჯოებე ნაწევჭრებია აი ესე იჯდა და მე მასთან მე ძალიან ძიმეთ და სასტიკად შეიძლება ვიყავი მის მიმართ მაგრამ ვთქვა რომ მთელი ცხოვრება ეგრეიული ჯოებე თქო მთელი ცხოვრება ივლი ეგრე თავდახრილად იმიტომ რომ შენ უდანაშაულო ადამიანი გაწირე ახლა და რას გულისხმობ გაწირვაში არის მოსაზრება და თქვა კიდევაც ჩეჩინმა წინა სიტყვაობის დროს თქვა კიდევაც რომ მე ვიცი რომ თქვენ ვერ გაუძლებდით რუსეთის წნეხს რუსეთის ზეწოლას მე ვიცი რომ თქვენ არ გამანთავისუფლებთ მისი ბოლო სიტყვა სასამართლო დასკვნითი სიტყვა იყო ასეთი და მან თქვა რომ მე ვარ საფრთხის ქვეშ იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ პატიმრობის შემდეგ ჩემს ექსტრადირებაზე იქნება საუბარი და გამიშვებთ იმ ქვეყანაში სადაც ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება და ამიტომაც მე ყველაზე მეტად არ მინდა რომ მისი ეს მოლოდინი გამართლდეს თუმცა ამის რისკი არის ცნობისათვის ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს მას ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი 31 აგვისტოს ამოიწურა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ვადა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში ევროკომისიას მიეწოდა. მართლ გუნდში სანქციებისა და ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საფუძველს ვერ ხედავენ და უკვე მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობენ. ის ფურცელი უნდა გადაფურცლონ როდესაც საქართველო მოიაზრებოდა ამ ასე ვთქვათ პროქსი ომის დროს სამხრეთის ფრონტად. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს და უნდა საბოლოო ჯამში შეეგუონ იმას, რომ საქართველო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს. ეს ეროვნული ინტერესები თუ რამეში მოდის რეალურად წინააღმდეგობაში ევროპის ეროვნულ ინტერესებთან და ევროკავშირის ინტერესებთან, ამასთან დაკავშირებით საგნობრივი საუბარი უნდა იყოს და არა გარედან ულტიმატუმის სახით ნასროლი ლოზუნგები.
დღეს შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა ბრიუსელის თუ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნისგან ცდილობაა ბერკეტად გამოიყენონ უვიზო მიმოსვლის თემა, რათა საკუთარი პოლიტიკური გემოვნება მოახვიონ ქართველ ხალხს თავს. უპირველეს ყოვლისა ეს არ არის რაიმე პირველი 31 აგვისტო, ყოველ წელს 2017 წლიდან მოყოლებული ეს 31 აგვისტო ყოველ წელს არის, ნიშნავს რომ საქართველოს და ევროკავშირის შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შემდეგ ყოველ წელს საქართველო ამზადებს ანგარიშს თუ რა მდგომარეობა არის ამ მხრივ, რამდენად არის შესაბამისობაში როგორც საკანონმდებლო ჩარჩო, ისე სტატისტიკა მიგრაციული იმ მოთხოვნებთან, რომელიც არსებობს უვიზო მიმოსვლის დროს. უპირველეს ყოვლისა პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ქვეყანა, არის ის, რომ არ შეუქმნა საფრთხე ევროკავშირს მიგრაციული ნაკადების გაზრდის მხრივ, დანაშაულების გაზრდის მხრივ და ასე შემდეგ. ამ მხრივ საქართველოს არის აქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, შეიძლება ითქვას, რომ არის სამაგალითოც კი, რომ როგორ ზრუნავს საქართველოს ემაზე, იმ შემთხვევაში თუ კი რომელიმე მოქალაქეს აუშვებენ მაგალითად ევროკავშირის ტერიტორიაზე, საქართველოს თავისი ხარჯით დაიბრუნოს მოქალაქე ქვეყანაში, რასაც რეადმისია ქვია და ამის ხელშეკრულება ცალკე გვაქვს. ჩვენ იმ ქვეყნებში, სადაც შეიძლება არსებობდეს რისკი, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩართული იყვნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებში, პოლიციის ატაშეების ქსელი არის შექმნილი, რომელიც ადგილზე სამართალდამცავ ორგანოებს ეხმარებიან ამ მხრივ. ასე რომ საქართველოს ამ მხრივ სამაგალითო არის და ანგარიში რა თქმა უნდა ასახულია თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით. რაც შეეხება თავად ამ საკითხის პოლიტიზირებას და სპეკულაციებისთვის გამოყენებას, ეს ძალიან სამწუხარო ტენდენციაა, რასაც ზოგადად ბრიუსელის თუ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნისგან ბოლო გარკვეული პერიოდი, რამდენიმე წელი ვაკვირდებით, როდესაც ქვეყნები თუ ბიუროკრატები ცდილობენ, რომ ევროკავშირის იდეა გამოიყენონ პოლიტიკურ იარაღად იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღისწესრიგი მოახვიონ თავს სხვა ქვეყნებს. და ამას ხედავთ ჩვენ საქართველოს მაგალითზე ძალიან კარგად, როდესაც ისეთი კანონები, როგორც არის ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს უვიზო მიმოსვლასთან, ასეთ კანონებთან დაკავშირებით არის მცდელობა, რომ ბერკეტად გამოიყენონ უვიზო მიმოსვლის თემა იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური გემოვნება მოახვიონ ქართულ ხალხს თავს. ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის შემთხვევაში ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს და ამბობს, რომ მმართველ გუნდს რეკომენდაციები რეალურად არ შეუსრულებია და ამ პირობებში ანგარიშის გაგზავნაც ცინიკურია. უკვე მოლაპარაკების პროცესში ევროკავშირში გასაწევრიანებლად, აი ჩვენ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად სწორედ ამ პროცესში უნდა ვიყოთ, გასაწევრიანების პროცესში და ამის ნაცვლად ჩვენ სამწუხაროდ ვიხდება საუბარი და კომენტარები იმაზე, რომ აი გაუქმდება თუ არა სავიზო რეჟიმი და სავიზო რეჟიმი საფრთხის ქვეშ დადგა სწორედ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის მავნებლობის შედეგად, რომ მათ უნდათ რომ საქართველოში გააუქმონ დემოკრატია, გააუქმონ პოლიტიკური პარტიები. მაჩვენონ რა გააგზავნეს. ვინმე მიცის რა თქვენ იცით რა გააგზავნეს? გამჭვირვალე არის, საჯარო არის, მე არ მინახავს. რომ გახადონ საჯარო, დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი ხელშესახები არ იქნება, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ თავად ამბობენ ამდენი ხანია, რომ არაფრის გაკეთებას არაპირებენ. არაფრის შეცვლას არაპირებენ. მათ რომ მკითხო, თქვენ საქართველოს აქვს იდეალური კანონები და ზოგადად იდეალურად არის ამ ქვეყანაში ყველაფერი, მაგრამ ასეა, რა თქმა უნდა, ასე არ არის. და ამიტომ პირველ რიგში გაასაჯარო გვაჩვენებთ რა გაუგზავნეს, მაგრამ მე მეორე თუ გაუგზავნეს და მართლა ხელშესახებია იქ რამე, მაშინ რატომ ამბობენ ამდენი ხანია, რომ ისინი არაფრის შეცვლას არაპირებენ. ქართულ ხალხს იმიტომ უმალავენ ამ წერილს, რომ იციან, რომ ქართველი ხალხი მაშინვე მიხვდება, რომ ოცნების ხელისუფლება არაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესი, ქართული ხალხის ინტერესი, გადაარჩინოს ის მოპოვებული ვიზა ლიბერალიზაცია, რაც 8 წელია გვაქვს და ჩვენი თანამოქალაქეები ამ სიკეთით სარგებლობენ, ყველასთვის იქნება ძალიან გამჭვირვალე და ზედმიწევნით შავით თეთრზე დაწერილი, რომ ოცნების მოქმედებების შედეგად მოხდა ვიზების
შეჩერება. ამიტომ არ უნდათ რომ ეს გასაჯაროვდეს, იქ ბევრი აბსურდი სისულელეც ეწერება, რაზეც ალბათ დაიცინებიან კიდევაც, იქნება საუბარი deep state-ებზე. ეს არის იმ ვაჭრული მენტალობის კიდევ ერთი გამოვლინება, რაც ახასიათებს ქართული ოცნების რეჟიმს. სიამოვნებაში კობახიძე, რა თქმა უნდა, არც ერთ დაპირებას არ შეასრულებს, ისე როგორც არც ერთი წინა რეკომენდაცია არ შეუსრულებია და ასევე სინამდვილეში ევროპული კავშირი არ მიიღებს კობახიძის ამ რიგით ბოდვას, როგორც რაიმე ტიპის პოლიტიკურ დაპირებას, ან როგორც რაიმე ტიპის დადებით სიგნალს, ამიტომ არაფერი არ შეცვლა. უვიზო მიმოსვლის შეჩერება არის მისი პირადი პასუხისმგებლობა, ბიძინა ივანიშვილის პირადი პასუხისმგებლობა და ასევე იციან, რომ ამაზე არის უდიდესი პროტესტი ქართულ საზოგადოებაში. ასევე იციან კვლევებით, რომ მათივე მხარდამჭერების დაახლოებით ნახევრისთვის უვიზო მიმოსვლა და საქართველოს ევროპული მომავალი არის მნიშვნელოვანი. ეს გზავნილი, რომ თითქოს ევროპელებს ელაპარაკებიან, არის მათივე ამომრჩევლისთვის, შიდა მოხმარებისთვის გაშვებული გზავნილები, რომ თითქოს ისინი რამეს ცდილობენ ამ უვიზო მიმოსვლის და ზოგადად ევროპული მომავლის გადასარჩენად. იმიტომ რომ კარგად იციან, რომ სექტემბერში პროტესტი გახდება გაცილებით უფრო მასშტაბური. 2024 წლიდან საქართველოს ევროკავშირს შორდება. ეს არაა ის, რაც ჩვენ გვინდა. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი საუბრობს. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს წევრობას სთავაზობს და ეს არის მოწვევა მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის სივრცეში. თუმცა ოცნების მთავრობის ამჟამინდელი კურსის პირობებში ქვეყანა ამ შესაძლებლობების დაკარგვის რისკის წინაშე დგას, მათ შორის არსებობს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეც. Georgia and Germany, Georgia and the European Union. საქართველოს და გერმანიას, საქართველოს და ევროკავშირს ერთად დიდი გეგმები გვაქვს. ევროკავშირმა საქართველოს წევრობა შესთავაზა. ეს იმას ნიშნავს, რომ მის საღებ ოთახში შევიგიპატიჟეთ ერთად საცხოვრებლად. სამწუხაროდ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსის პირობებში ეს შეუძლებელი იქნება. ამიტომ ბევრი რამ რისკის ქვეშაა. ერთ-ერთი მათგანია ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა. ჩვენ ევროკავშირში გვინდა რომ ქართველები გსტუმრობდნენ მაშინ როცა სურთ, როგორც სასურველი სტუმრები და მეგობრები. ევროკავშირში არავის უწევს თავისი კულტურის, ღირებულებების, ტრადიციების დათმობა. ერთადერთი ღირებულება, რაც უნდა გავიზიაროთ, დემოკრატია და კანონის უზენაესობაა. ხანდახან ახალგაზრდა ქართველები მეკითხებიან, ჩვენ უნდა დავთმოთ ტრადიციები, ჩვენი რელიგია, ჩვენი ეროვნული სიამაყე? არა, სავსებით არა. ამიტომ გავაგრძელოთ ერთად ეს გზა. დავუბრუნდეთ იმას, რაც 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ. სული თვის მანძილზე საქართველოსთან უცხო ქვეყნის 100 მოქალაქე გააძევეს აგვისტოს თვეში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებული არიან ერაყის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, სირიის, პაკისტანის, რუსეთის, კენიის, ლიბანის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ლიეტოვის, ნიგერიის, სომხეთის, ჩინეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა მათგანს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა.